დღეს ჩვენი პოდკასტი იუბილეა და ვიწერთ 13 პოდკასტს 15 წუთი თავისუფლად და თემა არის შიშები. შესაძლოა ვინმესთვის რიცხვი 13 შეიძლება უკავშირდებოდეს რაიმე შიშს, რაიმე სრულწლენას და ჩვენ მაინც აღნიშნავთ და ეს ხომ ხშირად ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენთვის პირადად ბავშვობაში ძალიან წარმატებული რიცხვი იყო და ძალიან მიყვარდა ეს რიცხვი. მიზეზი იმისა, რომ ამას აღნიშნავთ, კიდევ ის არის, რომ ეს არის ჩემი მე-13 პოდკასტი, რომელსაც წერთ ყველანაირი მონტაჟის, ყველანაირი სიტყვების ამოჭრის გარეშე და რა თქმა უნდა დიდი მადლობა ჩემს პროდიუსერს, დიდი მადლობა, რომ მაძლევ საშუალებას და იმ გარემოს ვიქმნი, რომ მე ვისაუბრო და არ დავჭირდეს არც ერთი სიტყვის ამოჭრა. ანუ ეს მე მგონია რომ აღსანიშნავია, იმიტომ რომ ფაქტიურად უმეტეს შემთხვევაში პოდკასტებს იჭრება და რაღაც სიტყვები აკლდება ესე ვთქვათ. Okay, anyway, ყველა შემთხვევაში რიცხვი 13 შეიძლება თქვენთვის იყოს რაღაცასთან კავშირში, რაღაცასთან გაშინებდეს და სწორედ მაგიტომ დღეს ვსაუბრობ შიშებზე და იმაზე, რომ გავუსწოროთ შიშებს თვალი. აბა ჩვენ ვიცით. Happy birthday! Way to freedom! Okay, კარგით, მოკლედ, როგორ შეიძლება რომ გავუსწოროთ შიშებს თვალი? ალბათ ძალიან ბევრი რაღაცა ესეთი ტექნიკა ხსნელია ზოგადად და არსებობს ძალიან ბევრი ტექნიკა, თუმცა მე მაქვს ძალიან მიყვარს ზოგადად პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ცხოვრება გავინჯობესოთ და რა თქმა უნდა, ვიცხოვროთ ჩვენი ბედნიერი ცხოვრება, რაც არის ჩემი ესე ვთქვათ სლოგანი და როგორ შეიძლება გავუსწოროთ შიშებს თვალი? მაგალითად, რომ დავაკვირდეთ ესეთ რაღაცას, სად ვგრძნობთ უხერხულობას, დისკომფორტს, შიშთან მიახლოებულს, ესე ვთქვათ, ხო? ანუ პატარ-პატარა, ესე ვთქვათ, ცხოვრებაში პატარა ნიუანსები, რომელიც თითქოს დისკომფორტს იწვევს, აი მაგალითი რომ ავიღოთ, აი დაუშვათ, გამოდიხართ სადარბაზოდან და თქვენს მარჯვნივ დაუშვათ დგას ძალიან ბევრი მამაკაცი, თუ ქალბატონი ხართ ამ შემთხვევაში ვამბობ და ძალიან ბევრი მამაკაცი, შეიძლება ნაცნობებით, შეიძლება უცნობებით და სინამდვილეში მარჯვნივ გინდათ რომ წახვიდეთ. ოღონდ ხვდებით რომ თუ მარჯვნივ წახვიდეთ, ყველა ვარიანტში მათ შუაში გავლა მოგიწევთ, ან რაღაც მსგავსი. მოკლედ ეს უბრალოდ მაგალითია, თუმცა როდესაც ჩვენ ხანდახან აი ასეთ იმას გადაწყვეტილებას ვეძებთ, რომ რაღაც ისა მაქვს უხერხულობის შეგრძნება თუ რაღაც ესეთი და მოდი მარცხნიდან წავალ რა, მე რა ცოტა გზას დავიგრძელებ და რაღაცა დისკომფორტი მაქვს და უხერხულობა მაქვს, რომ მე ხა იმათ შუაში უნდა გავიარო, ყველა მამაკაცმა მიგვესალმო ან რაღაც გავს. ეხლა ხვდებით ხო რომ უტრირებას ვაკეთებ, ეხლა ამ შემთხვევაში თორე არაფერსაც ნაღბო არ მაქვს, რომ დიახაც უნდა მივესალმოთ მეზობლებსაც და ნაცნობებსაც და არანაცნობებსაც შესაძლოა. აი ასეთი ნიუანსები თითქოს ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ და ასე ვირჩევთ ხოლმე ესეთ ადვილ გამოსავლებს. ეხლა სხვადასხვა სიტუაციებს თქვენს თავსო დააკვირდებით, ვიხდეთ რომ სხვა სიტუაციებში შეიძლება იყოს ეს ამბავი. თუ ამ შემთხვევაში გაგვახსენდება, რომ აი ზუსტად აი ასეთი პატარა ყოველდღიური დისკომფორტების გადალახვით, იქ სადაც მეუხერხულება, იქ წავალ ზუსტად და იმას გავაკავ, კარგი მაგალითი გამახსენდა. 18 წლის ბიჭუნა, რომელიც მუშაობდა რა თქმა უნდა თავდაჯერებულობის აწევაზე და იყო ესეთი მომენტი, რომ
თითქმის სულ ერთი და იგივე სპორტდარბაზში გადავიდა წლების განმავლობაში და ერთი და იგივე სალონში. და ერთი კვირა მას ჰქონდა დავალება, მიეც ესეთი დავალება, რომ ქალაქში ჩამოეარა ყველა თითქმის სალონები, სპორტდარბაზები და შეერჩია რომელიმე სხვა, ანუ ახალი, სადაც ის წავიდოდა. ანუ თმის შესაჭრელადაც და შემდეგ უკვე სხვა დარბაზში სავარჯში. თავიდან იქვე პასუხიც კი მითხრა, რომ არ შემიძლია წლებია დარბაზში დავდიო, ძალიან მომწონს და ასე შემდეგ. და მე კითხვა დავუსვი, რომ შენ როგორ ფიქრობ, იმ ადამიანს, რომელსაც შენ რასაც ამბობ, რომ გინდა ცხოვრებაში მიიღო, ყველა სფეროში აბსოლუტურად და შეცვალო შენი ცხოვრება, ეს პირადი იქნება, ფინანსები იქნება თუ კარიერა იქნება, როგორ ფიქრობ, იმ ადამიანს შეუძლია თუ არა აი ამ დისკომფორტის და შიშების გადალახვა მეთქი. და ხო, რა თქმა უნდა, ვერაფერი ვეღარ მიპასუხა, იმიტომ რომ მიხვდა, რომ ეს კავშირში იყო. და შემდეგ კვირას უკვე, ანუ თავიდან ცოტა გაუჭირდა, მაგრამ გაბედა და მივიდა უცხო გარემოში. ანუ მას ძალიან ისეთი ცოტა ინტროვერტი იყო და შესაბამისად დიდად არ უნდოდა, რომ ბევრ ხალხში და ახალ ხალხში მოხვედრილიყო. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გადალახა და ახალ დარბაზშიც წავიდა, ახალ სალონში წავიდა და მახსოვს როგორი ანთებული თვალებით მოვიდა და მითხრა, რომ აი ეს გავაკეთე. ეხლა ვიღაცა იფიქრებს, რა პრობლემაა ახალ სალონში და ახალ ჯიმში წასვლა, და თითქოს არ გააჩნია იმ ადამიანისთვის ეს რა არის, მეტყვით ეს ინტროვერტისთვის, ხო? ანუ აი ესეთი პატარ-პატარა გადალახვებით და შემდეგი კვირაც რა თქმა უნდა ქონდა ასეთი დისკომფორტი, სადაც იგრძნობდა, ის უნდა გაეკეთებინა. თქვენც დააკვირდით ახლა თქვენს თავს და ყოველდღიურ ცხოვრებაში, აი დღეს რომ გახვალთ სახლიდან, ან არ გახვალთ და ონლაინ მუშაობთ, ხო? დააკვირდით რა იქნება ის დისკომფორტის შემქმნელი და უხერხულობის, ან რომ აი არ მინდა, არ გამომდის და ესეთი ფრაზები სადაც წამოვა, აი იქ დაიჭირეთ თქვენი შიში და აი ესე მიხვდით, აღმოაჩინეთ და გაუსწორეთ თვალი. იმიტომ რომ აი ასეთი პატარა შიშებისგან, აი ასეთი პატარა დისკომფორტებისგან შედგება ხოლმე მე თვითონ დიდი შიშები და გლობალური. მაგალითად, თუ თქვენ ონლაინ მუშაობთ და გაქვთ შიში, შეიძლება დავარქვათ ან დისკომფორტი, რომ ზარები გაქვთ განსახორციელებელი, დავხოთ და კლიენტების გაქვთ დასარეკი, ან შეთავაზებები გაქვთ გასაკეთებელი და სულ ფეხსითრეთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ გინდათ, რომ ძალიან ესე სტრესულია, მოკლედ თქვენთვის დაუშვით. ამ შემთხვევაში, თუ ჩვენს თავს დავანახებთ, რომ აი ეს ზარების განხორციელება იმ დიდ მიზანთან, მე რომ ამ ზაფხულს მინდა აგარაკი ვიქირაო და მთელი ზაფხული გავატარო, ქალაქიდან შორს სიტყვაზე ვიძახი, მთელი ზაფხული რა მშობლების ის ნაწილი, რომელიც მე მესიამოვნება. თუ ეს სურვილი, ამ სურვილს დავუკავშირებთ ახლა ამ შიშის გადალახვას და ამ დისკომფორტის გადალახვას, რომ მე თუ ეხლა ზარებს განვახორციელებ, ყოველ ჯერზე ჩემ თავს ვეტყვი, რომ ყოველი განხორციელებული ზარი მიმაახლოვებს იმ სურვილთან, რომელიც მე დავუშვათ ზაფხულში მინდა რომ მქონდეს. მაგ შემთხვევაში ძალიან ადვილად გამოხდება თქვენი ქორწობიერი და ასევე ძალიან კარგად მუშაობს ჩვენ ქორწინებელს, ხომ ძალიან უყვარს საჩუქრები და ფული, რა თქმა უნდა. შესაბამისად, თუ ჩვენ მას ესეთ ფორმულირებას მივაწვით, რომ ყოველი ჩემი განხორციელებელი არის ესეთი საქმიანი ზარის ღირებულება არის დაუშვათ $5 ან $10 ან ევრო, რომელიც კიდევ იფიქრეთ. მაგ შემთხვევაში ნახეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც აიღებთ ტელეფონს ან გადალახავთ იმ უხერხულობას და შიშს, რომელიც გაქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველ ჯერზე თუ ეტყვით თქვენ თავს, რომ თითოეული ჩემი გადალახული უხერხულობა, დისკომფორტი და შიში პატარა
ღირს $20, $10 თუ $5 ეს თქვენ შეაფასეთ რა გიღებ იმ შიშის გადალახვა, ხო? და ჩემს თავდაჯერებულობაში, გამბედაობის ყულაბაში იხრება შემდეგ ეს დოლარები, ანუ შესაბამისად იზრდება ჩვენი გამბედაობა, რომელმაც უნდა დაწიოს შიშის ემოცია და დაგვანახოს ის, რომ ასეთი პატარ-პატარა შიშების გადალახვით ყოველდღიურობაში ხდება შემდეგ იმ დიდი შიშებისთვის თვალის გასწორება. ასე რომ მეგობრებო, ვისურვებთ, რომ გაუსწოროთ თვალი თქვენს პატარ-პატარა შიშებს და ყოველდღიურობაში გადალახოთ ის. შიშების გადალახვაში რა თქმა უნდა დაგვეხმარება ასევე ის ამბავი, რომ ჩვენ დავიწყოთ დაკვირვება ჩვენს ოჯახის წევრებს. გულისხმობა ჩვენი მშობლები, დედები, ბაბუები, სანაცალო განსაკუთრებით მოკლედ ის ადამიანები, ვისთანაც ბავშვობაში ხშირად ჰქონდა შეხება და ეხლაც. და ჩვენთვის ისინი მნიშვნელოვანი პერსონები არიან. გვაქვს მათ მიმართ სიყვარული, პატივისცემა და ასე შემდეგ. რადგან მათი შიშები, იმაზე აღარ საუბრობ მეგობრებო, თქვა რომ რამდენად გამოდის განსაკუთრებით დედის შიშები. ანუ მისი პირადი შიშები ჩვენში როგორ გადმოდის საგვარეულო პროგრამები, იმაზე ამწუთას ავსაუბრობ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ვრცელი თემა და ძალიან ცოტა ღრმად სამუშაო თემა, იმიტომ რომ და პრინციპში რატომაც არა უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ თუნდაც ეხლა იმ დედებმა, რომლებიც უბრალოდ ქალბატონები და გოგონები, რომლებიც ეხლა ხდებიან, დედები მნიშვნელოვანი არის, რომ დააკვირდნენ თავიანთ თავს და ამოიცნონ და ამოწერონ ქაღალდზე ის შიშები, რომელიც გონებაში უტრიალებთ. იმიტომ რომ თუ ისინი ეხლა მოახდენენ იმ შიშების იდენტიფიცირებას, ამოწერას, ამოცნობას და შემდეგ რაღაც პრაქტიკების გაკეთებას, რომ ეს როგორღაც გაანეიტრალონ, შეამსუბუქონ და გაალაითონ, მათ მომავალ შვილს, რომელიც ჯერ არ დაბადებულა და თუ გადაეცემა ძალიან ისეთი მსუბუქად გადაეცემა და აღარ იქონიებს მის შვილზე ისეთ დიდ გავლენას, როგორც არის შემდეგ, რომ წარმატების რომ ეშინიათ, თავის რო არ ჯერა, თავის მოქმედების რომ ეშინიათ, მოკლედ რო ვთქვათ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე დავაკვირდეთ, თუ უკვე დიდები ვართ და დაბადებულები ვართ, ჩვენი ოჯახის წევრების შიშებს დააკვირდით. ანუ რისი ეშინიათ დედას და მამას. რაზე საუბრობენ ხოლმე ისინი? სამსახურიდან განთავისუფლების ეშინიათ? რაღაც უხერხულ სიტუაციაში არასდროს ეშინიათ და უბრალოდ ვიღაცას უარს ვერ ეუბნებიან რაღაცაზე. ანუ დააკვირდით რისი ეშინიათ. მარტოხელა თუ რაღაცნაირი სიბერის ეშინიათ და უბრალოდ ავადმყოფობის სიბერეში თუ რისი შიშებიც აქვთ მათ, რომ იცოდეთ, ეს ყველა ვარიანტში გადმოსული არის და მოქმედებს თქვენზეც. და თავის და უნებურად, მოკლედ ვთქვათ, ჩვენ შიშებსაც აყალიბებს. შესაბამისად დააკვირდით, რას ამბობენ ხოლმე ისინი, რა ფრაზებს ამბობენ და მაინც კი ასე შეიძლება არ ამბობენ, მე მეშინია ამაზე. როგორ არ მინდა დავუშვათ, რომ რა ქვია, ავადმყოფი იყო სიბერეში სიტყვაზე, ან სიბერის მეშინია, ან რაღაც სამსახურში რაღაც დაწესებული სიტუაცია მოხდა, უსამსახუროდ არ დავრჩე. მოკლედ, თქვენს გარემოცვას დააკვირდით ისევე როგორც მეგობრებს, რა შიშებს აშორებენ ისინი. შესაბამისად, ამით ძალიან კარგად დაიჭერთ ესე ვთქვათ იმ ფრაზებს და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა იმუშაოთ ამ ფრაზებზე და შემდეგი პოდკასტი სწორედაც რომ დაეთმობა იმ ტექნიკებს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ეს შიშები გაანეიტრალოთ და გადაწეროთ ზოგადად და ახალი რწმუნებულებები ადვილად დააჯეროთ თქვენს თვალწინებს. ეს იყო პოდკასტი ნომერი 13 და იუბილეურად დღეს 13 პოდკასტი გვაქვს და მოკლედ ცხოვრება.
15 წუთი თავს ვიღებ.